მოვდიოდი, აგან მივდიოდი ახლობელთან და რატო არ შემიშვი მეთქი, მე ვთხარი, რატო დასრება თავისუფალი ხომ იყო მეთქი. და შენი ასე, შენი ისე, შენი დედა, შენი და ხელდან ხელი წამოვიდა. შემხედეთ რა დღეში ვარ. ეს რა არის? ქვამესროლა და რა ვიცი, ციხლები და მუშტები და რა ვიცი. სახეზე არაც გავარ, შემხედე. თმები უკან კეფაში მირტყა და რაებიან იქნა. ახლა განსხვავებული აზრი რო გვაქვს ჩვენ და ალბათ ოპოზიციური ისა და ეს დავალება. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიცია მოვიდა სახლში და იგივე არისო, თეთრი ბილეთი რო აქვსო, იგია, მაგბესოიო. ესე თეთრი ბილეთიანი ამისანა დონის ხალხი ყავთ ირგვლივ ნაციონალები შემოკრებილი სპეციალურად. ბიჭები, ეზოს ბიჭები შეგვი თამაშობდნენ დომინოს. და ლეილა გადმევიდა გენძახაძე. ჩვენ ეზოში და ბესო იკითხა გიორხელიზე. დაუძახა ლეილა მიმას. ბესოს მოდი აგერ ბესო მევიდა. ჩვენ დომინოს თამაშობთ. არ გასულა ნახევარწუთი მისის მოსვლის მერე და დაცხენ ერთმანეს. სატელეფონო ზარით შევიტყვე რომ მომხდარი იყო ინციდენტი და ნაცემი იყო ქალბატონი ლეილა კინწურაშვილი. მივედი პოლიციის განყოფილებაში, მისცა ჩვენება პოლიციას თუ რა მოხდა. დაადასტურა ის ფაქტი, რომ ვინმე ბესო გიორხელიძისგან იყო ნაცემი. გზად დამძიმდა მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის, ემოციური ფონიც იყო ძალიან ემოციურმა ფონმაც იმოქმედა ქალბატონზე და სახლში მისვლიდან 10 წუთში სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ ხონის რაიონულ საავადმყოფოში. აღენიშნება ტვინის შერყევის ნიშნები, რამდენადაც ექიმისგან არის ცნობილი.